Koalitsiya ცვლილებისთვის ოფისში ამ წუთებში ბრიფინგი იწყება პარტიაში ჯვრის მონასტრის დაზიანებასთან დაკავშირებით ისაუბრებენ. კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ჯვრის სამონასტრო კომპლექსის შესახებ და იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების უმოქმედობასთან და გულუბრ დამოკიდებულებასთან. რა ხდება ჯვრის სამონასტრო კომპლექსში და რას აკეთებს არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც 2012 წელს სწორედ კულტურის და ტრადიციების დაცვის პათოსით მოვიდა ხელისუფლებაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი დაზიანება და ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს დღევანდელი კულტურული მემკვიდრეობის საკითხს და მნიშვნელოვნად გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ არის. როგორც დიდი, ისე მცირე ტაძრის პერანგის კედელი არის მთლიანად მორღვეული და მიმდინარეობს ქვის ჩამოშლა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ხავსის კერები არის გაჩენილი გარე ფასადზე და წყლის ინფილტრაციის დიდი პრობლემა დგას ამ წუთასაც. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის დიდი ტაძრის შიდა ხარაჩო, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს გაიმართა, თუმცა ამის მიუხედავად 3 წლის განმავლობაში ჯერ არც ერთი სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. უკანასკნელი სარესტავრაციო სამუშაოები ჯვრის კომპლექსში ჩატარდა 2019-2020 წლებში და მაშინ ამ სამუშაოებისთვის გამოიყო ამერიკის შეერთებული შტატების კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდიდან 100,000 ამერიკული დოლარი. დამატებითი სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც სწორედ იგივე ფონდიდან და მოიპოვა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრმა და რომელიც შეადგენდა 540,000 დოლარს, ქალბატონი თეა წყულუკიანის დამსახურებით არ იქნა გამოყენებული. თეა წყულუკიანი გახლავთ მინისტრი, მაშინ კულტურის და მან არ გასცა ნებართვა, რომ 540,000 დოლარის გრანტი, რომელიც ცენტრმა მოიპოვა, დახარჯულიყო სწორედ იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც დღეს აშკარაა და სახეზეა. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი. იუნესკოს 47 შეხვედრის ანგარიშში არის მკაფიო ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მცხეთის ჯვრის სამონასტრო კომპლექსის გადასარჩენად. ასრი რეკომენდაცია არის გაცემული, რომ საქართველოს 2026 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარმოადგინოს კომპლექსის განვითარების გენერალური გეგმა და აქ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გეგმის წარმოდგენა საქართველოს ჯერ კიდევ 2022 წელს ჰქონდა შესასრულებელი, თუმცა 4 წლის განმავლობაში ეს გეგმა ვერ წარმოადგინა საქართველოს. ასევე მკაცრი რეკომენდაცია არის გაცემული, რომ საქართველოში ამ გეგმაზე უნდა იმუშაონ საერთაშორისო ექსპერტებმა და უნდა მოხდეს მათი ჩართულობით ამ პრობლემების აღმოფხვრა. ჩვენ რასაკვირველია არ ვერით, რომ ხელისუფლება, რომელიც ზავადობით ინარჩუნებს მთავრობას და ზავადობით ინარჩუნებს ხელისუფლების სტატუსს, რაიმე ნაბიჯს გადადგოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნაწილში. და ერთადერთი გზა, რომ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული, არის ისეთი მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც თავისუფალი არჩევნების შედეგად იქნება ჩამოყალიბებული. პირდაპირ ეთერში უსმედით ნინო გოგინაშვილს.